საყვარელო გამომწერებო ვისაც გინდათ აი ესეთი გემრიელი ღვიძლის მობრაწული მოუმზადოთ თქვენი ოჯახის წევრებს აი ნებისმიერი ადამიანი აი ვინც ღვიძლს არ ჭამს აი ისიც რომ გემრიელად მიირთმევს აი ხახში აი როგორი პიკანტურია აი ეს ყველაფერი ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ბატონი ალექსანდრე მოგიმზადებთ ამ უგემრიელეს კერძს მიყვარხართ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ეს შაბათია და გადავწყვიტეთ მომზადოთ ამარ ახლა. რასაკეთებ აი ესეთი სასწაული რაღაცეები რომ დაგიწყია. ეს მომინდა ორი ღვიძლის მომზადება ტაფაზე. ისთვისაც საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები. რა თქმა უნდა, ორი ღვიძლი დაჭრილი არის აი ესეთ ნაჭრებად. მოგრძო. მოგრძო ნაჭრებად, ხო, აი უყურეთ როგორი ნაჭრებია, აი ესეთი მოგრძო ნაჭრებად. და პირველი ეტაპისთვის ვაკეთებთ რას? ღვიძლი რომ გამოვიდეს რბილი, უნდა პირველ რიგში დავალბოთ რძეში, შაქრიან რძეში. ეს რომ გაუვიდეს თავისი სპეციფიური სიმწარით და იყოს უფრო რბილი. დაახლოებით აი 2 სუფრის კოვი შაქარი გამოვკეთეთ შენ. შემდეგ დავასხათ რძე. ხო, უკვე წარმოვიდგინე რა იქნება. და რძეში დავალბოთ, კარგად ყოფთათ ეს ამოვიდოთ ყველაფერი. ხო. და გავაჩეროთ უნდა 9 საათი. შემდეგ ეტაპებს შევთავაზებთ. მოგვიანებით. გავიდა უკვე 35 წუთი და ეს მასა უნდა გადავიტანოთ საწურზე. კარგად გავრეცხოთ, კარგად გავაშროთ და შემდეგ შევთავაზებთ შემდეგ ეტაპს. მიდი. ამასობაში უნდა დავჭრათ ხახვი, იმიტომ რომ ვიც სულ რაღაცა შეცვლა სჭირდება 7-10 წუთი მაქსიმუმი, იმიტომ რომ არ გახვალდეს. ამიტომ მოვაგზავნოთ წინასწარ ხახვი, სანამ დაიწურება ჩვენი ღვიძლი. ამასობაში გავახუროთ ტაფა. თავმოხდები რა თქმა უნდა. გავამართვი ასისტენტო, ძვირფასო. ტაფა უნდა გახურდეს. ჩვენი ეს ღვიძლი დაიწურა. აჩვენე? ხათურა მოახედე აქეთ აბა თუ შეიძლება. აჩვენე რა იყო აიღე ხელში. აი. შრალია თითქმის. დაიწურა, ნუ ისეთი არ არის რომ რაღაცა. ხო, გასაგებია. ტაფა უნდა გახურდეს ახლა კარგად. აგარ ძემ შაქარმა წაიღო ყველა მავნე ნივთიერებები. რაც ღვიძლში იყო. ღვიძლში იყო, ხო, ტოქსინები, რაღაცები, ისა. მე რა ვიცი, კაცო ეს ღორი იქნება სვავდა, ან რაღაცა მაიმუნობდა, რა ვიცი. კაცმა არის. გამოვაცალა მთელი ტოქსინები. და კარაქში შუშაავ თუ? კარაქში არა, უყურე ზეთის და კარაქის იმაში. თავარია ტაფა უნდა იყოს გახურებული. ამასობაში მე მაქვს ალყა დაჭრილი ხახვი, როგორც გითხარით წინაზე. მომზადებული მაქვს სუნელების ნაზავი, ეს არის შავი პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა, უცხო სუნელი, ნიორი 3 კვილი, ესენი არის სულ ყველა აბსოლუტურად სუნელები, რაც არის 9 ჩაის კოვზი და ამას ყველაფერს ახლა ჟადოსნური соуსი რომ მოვამზადოთ, გადაურევთ ამასობაში ტაფა ხურდება და გადაურევთ სოიოს соуსში. არანაირი მარილი ჯერჯერობით, არანაირი სხვა რაღაცა ისეთი, აი ესეთი გემოს და მადის მომყვანი სპეცსაშუალებები. გასაგებია. თქვი. გასაკეთებ. ამასობაში გადავაქვს ტაფაზე ჩვენი ღვიძლი. კარაქით დაუმატე ზეც? კარაქით დაუმატე ცოტა, ანუ მიცადისებას მოვიტან. დაახლოებით ამას ვახტიგებო, ბევრი 3 წუთი შეიძლება რომ მოვიდეს, ხო? მოვიდეს, ხო რა. ეს ამორევამდე, ეხლა ცალ-ცალკე არ არის გაწყვეტილი და ამიტომ ცალ-ცალკე ესე გადაატრიალე, გადმოატრიალე, არ დავიწყებ, ეს არის საერთოდ, ისა რა ქვია? ისედაც ცალ-ცალკე შეიძლება, სანდრო. ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, კაცო. შეიძლება, შეიძლება. მომმატეს. შეიძლება, სიფრინა. ამ წუთში დაახლოებით 3 წუთში ან 4 წუთში
გადმოვატრიალოთ უკვე მოვურევთ როგორც კარტოფილი და მოვაყრით უკვე ხავს, მოვასხავთ უკვე აი ამ მიქსი რაც არის ჩვენი მისი რა თქმა სოუს აი ამ ინგრედიენტებით მომზადებული და всё, და შემდეგ ეტაპს კიდევ შევიხარებთ. ეხლა დავაყაროთ ხაფი. გავიდა დაახლოებით 3 წუთი, ცოტა მეტი ალბათ 4 რა მეტი არც მისულა. 4 წუთი გავიდა და წავაყაროთ ეს ხაფი ჩვენი ლიფას. და ჩვეულებრივად ამოურევ, ხო? ჩვეულებრივად ამოურევ, ხოლო ხაფი შევეცადოთ რომ მოვაქციოთ ძირში, იმიტომ რომ მოიბრატოს და უფრო კარგი ზემოექნება. და სოიო რო აქ მარილი დაჭირდება, სანდრო? ცოტა დაჭირდება, ცოტა, ალბათ ძალიან ცოტა რა, ეხლა ვიძლებ რომ ისეთი ის არის პროდუქტი, რომ ამას ძალიან ბევრი დამარილება და ესეთი რაღაცა არ უხდება, ხო. ერთი სული მაქვს როდის გავსინჯავ? ბატონო ძალიან დამიჩნევა ეს. რა სურნელია, სანდრო? და უკვე ეს ჩვენი წეგანაც გიჩვენეთ სოიო სოუსში. დავაყენებთ სუნელები, მოვასხავთ აი ამ ჩვენ. ეს არის ძალიან ბევრი. და ამიტომ ბევრი ხეს არ მისცემ, საფათ გადავურიოთ ეს კაიჩი. ეს არის არომატი მინერალს. და რამდენი ხანი უნდა შუშო? კაი სურნელი აქვს. ალბათ 1-2 წუთი რა. და დასრულდა? მითი დასრულდება, მე რა მოვიღებთ და განახეთ. არა, ეს სიურპრიზი იყოს, რას ვიზამთ. კარგი. მიდი. აჰა. ესე. შეიბრაცა ჯიგარი. ოხო და აბორტოთ გაზი. აუ მე მოვაყრი რა. დიდი მოვაყარე, მიდი. ჩვენი ასისტენტი ხო არ. კარგად მოვაყარე. აი, აბა რას ვიზამ, სანდრო. აი როგორი გამოგივიდა, იცი? აი ღვიძლი ხო არ უყვართ ბავშვებს და ისინიც რო შეჭამენ. არა, ჰემოგლობინისთვის არის ძალიან კარგი. მე ყოველთვის ვეწეოდი ღორის ხორცის პროპაგანდას, რომ მარგებელია და კი. სხვათა შორის ყოველთვის მიმტკიცებდა და ეხა ყველა რო ამაზე ყველა დადასტურდა და ყველა ამაზე საუბრობს, რომ ღორის ხორცი არის ძალიან სასარგებლო. აი ესე გამოიყურება ჩვენი. ამას არც ამოურევ. არა, აი ესე გამოიყურება ჩვენი კერძი, გემრიელა და აუცილებლად მოამზადეთ ხათოსთან და სანდროსთან ერთად.